მიდოდა სხვათა შორის ქალბატონო კაცი თუ არ ჩამომართმევთ ეხლა ცოტა ისეთი უხერხული სიტუაცია შეიძლება შეიქმნას, მაგრამ კი მესმის რომ თქვენ უკვე პაციენტები ყავთ და თქვენს ერთ-ერთ ძველ პაციენტსაც გავესაუბრეთ, მაგრამ მე მინდა რომ აი პირდაპირ ეთერში საერთოდ უცხო ადამიანი მოვიდეს დაგვესწროს და თქვენ პირდაპირ მის წარსულზეც, ალყოზეც და მომავალზეც თუ რაიმე ჯადოადებს იმაზეც ისაუბროთ. თუ შეიძლება ბატონო იკა დიდი მადლობა მობრძანებისთვის, დაგემშვიდობებით. თუ შეიძლება რომ თეთრ შარვალ კოსტუმში ჩაცმული პიროვნება შემოგვიერთდეს. მეც მასთან ერთად ვარ და მეც რომ მოვიდე. არა, სათითაოდ. მობრძანდით ბატონო. ქალბატონო კასი, ეს დარწმუნებული ვარ თქვენთვის სრულიად უცხო ადამიანია. არასდროს, კი ბატონო. მე თვითონ ვიზრუნე მაგაზე, რომ საერთოდ უცხო ადამიანი ყოფილიყო ჩვენთან სტუდიაში სტუმარი. დაბრძანდით ბატონო. და ქალბატონო კასი. გაგვეცანით. ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება დღევანდელი ჩვენი საუბარი. დაბრძანდით ბატონო. თქვენი ავრის წაკითხვაზე ბატონო. მაინტერესებს. ერთ წამს. რაღაც მე რაღაცი შევივახ და იარაღს მაგით. აცადეთ. ძალიან უცნაურია. სიჩუმე ჭირდება ადამიანს ჭუმე. ვაიმე. გაჩერდით ერთ წამს. თქვენ საუბრობთ თუ მე? ერთ წამს. როგორ? რა? როგორ? თქვენს უკან ორი სული დგას. ხედავ საშნელ ღამეს. ხედავ სისხლს ხელებზე. ბატონო. ერთ წამს. გაჩერდით. მე მეუბნებით? ბატონო საბა, თავი რო შეიკავოთ, თუ შეიძლება აცადეთ ქალბატონს მუშაობა. თქვენ ვეღარ დაждებით გონ. გისმით. ხედავ თქვენს უკან ორი სულია ბატონო. თქვენ წარსულში საკმაოდ ვნელ საქმეებში იყავით ჩართული. ზუსტად ეს სულები არიან, რომლებიც დაკვებიან მთელი ცხოვრების განმავლობაში და გიშლიან თქვენივე ცხოვრების ეტაპებზე ხელს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ვხედავ წარმატებას. წარმატებული ხართ, თუმცა ეს წარმატება მოდის თავის ქალებზე გადასვლით ბატონო. ზუსტად ის ადამიანები, რომელიც თქვენ წარსულში იმსხვერპლეთ, მისი სულები და მე არ ვიძახი ფიზიკურ მსხვერპლზე, მე ვიძახი აცადეთ ჯერ ბატონო საბა დაასრულოს და შემდეგ იტყვით. ძლიერ ადამიანს ხედავ, ძლიერ ადამიანს და ადამიანს, რომელიც მზად არის ყველაფრისთვის თავისი გეგმების მისაღწევად. ზუსტად ეს არის, რომ თქვენ სხვათა შორის კარგად იმუშავეს ბატონო. თქვენი აურა საკმაოდ გაწმენდილი ახლა, რასაც ვუყურებ, იმიტომ რომ თითქოს და ყავთ პირადი ექსტრასენსი, იმიტომ რომ ხედავ, რომ აშკარად განათებული აურა გაქვთ, ანუ რაც შაბნელი საქმეები ქონდათ, ეს სულები უკან ისეთ განან თითქოს და დატკსულები არიან ბატონო. ან რაღაც ვაუ, მინდა რომ დაგეთახოთ შესაძლებელია სტუდიაში. ისმეთ ბატონო. ტაში. მართლაც რომ ტაში, იმიტომ რომ თქვენ ნამდვილად მართალ ხართ, მე ჯიუტი ადამიანი ვარ და ჩემი საქმე ყოველთვის გამოქვს ბოლომდე. დიახ, ხოდა შეიძლება იღბლიანიც ვარ კი, სწორად აღნიშნე. არ ამგონია. კი. დამსწრე საზოგადოებამ თავი რო შეიკავოს. კარგით, ბატონო საბა, რაიმე კონკრეტული კითხვები ხო არ გაქვთ, რომელსაც ქალბატონთან თანხმობას დაუსვამდით? მე შემიძლია ვუთხრა რაღაც, რასაც ვხედავ. მიუხედავად იმისა, რომ ჯადო არ გაქვთ, მე თქვენ წარსულზე მომავალზე ჯადოს ვერ ვხედავ, თუმცა ვხედავ შურს. თვალი ძალიან სვირი რამეა ბატონო, თქვენი ძალიან ბევრ შურს, ზუსტად ამიტომ თქვენი ბედისწერის კარიბჭე დახურულია ბატონო. შენ მართლა ბატონო, მისმინეთ ერთ წამს. ბედისწერის კარებში დახურულს იმას გულისხმობ, რომ ეს ხალხის შური იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ თქვენ თვალი გაქვთ აღებული, აქედან გავდიან მეორე ნახევრები, თქვენში საფრთხეს ხედავენ და დიდი ხანი ვერ გიჩერდებიან ბატონო. თუმცა რეალურად თქვენ არ ხართ ის ადამიანი, ვისაც უნდა ეშინოდეთ. ბატონ საბას ისე ჩაეცინა, ბატონო საბა, მე ვფიქრობ აქტოვანებული ხართ ქალბატონი კაცით, კიდევ ერთი კლიენტი გამოგიჩნდათ ქალბატონო კაცი ბატონი საბას სახით. თქვენი ნომერი უნდა ჩავიწერო. არის პრობლემა ჩემი გადაცემის დასრულების შემდეგ ნომერი დაეწერება ეკრანზე. ყველა მსურველი, ვისაც ქალბატონ კაცისთან სურს სიასის ჩაწერა, დაგიკავშირდებათ ქალბატონო კაცი ჩვენი გადაცემის მეშვეობით. მოხარული ვარ. დრო ამოიწურა? არა მოიწურა ბატონო, კიდე ბევრი მაქვს სათქმელი. ვხედავ ახლობელს, ოჯახის წევრს, მეგობარს, უკვე აღარ არის ოჯახის წევრი, იყო მეგობარი და ვხედავ ღალატს. ვიღაცამ ძალიან მნიშვნელოვანი თქვენ გიღალატეთ, თუმცა ეს მისი ბრალი არ იყო. როგორ? არაფერი რა თქმა.
სამწუხაროდ ეს ღალატი მისი ბრალი არ იყო, აღმასრულებმა შემოიტიეს, ხედავ რომ თითქოს და დაძალებით გიღალატად ბატონო სხვა გზა არ ჰქონდათ. სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ზუსტად თქვენი სისასტიკის გამო მარტივად არ თმობთ თქვენსაც და მარტივად არ პატიობთ ხალხს და ეს კარგია, მაგრამ რას გეტყვით იცით? თქვენი შურისგან გამოწვეული, თქვენს მიერ შურისგან გამოწვეული თვალი ძალიან ბევრ რამეში გზღუდავთ. იცით რომ ახალ მანქანას იყიდით, გაქვთ მაგის ფინანსები, მაგრამ მალევე გიფუჭდებათ. ახალ ფერსაცმელს იყიდებით, მალევე გიფუჭდებათ. ეს ყველაფერი იმიტომ რომ თქვენ გაქვთ თვალი აღებული. თვალისთვის მე შემიძლია გირჩიოთ სეანსის კი, ნამდვილად შეიძლება თვალის მოშორება, სავსე მთვარე გვინდა ამისთვის სამწუხაროდ დღეს არ არის შესაბამისი დრო, მაგრამ მე მანამდე შემიძლია გირჩიოთ რა უნდა გააკეთოთ. პირადად თქვენ ვხედავ დიდ სახლში ცხოვრობთ ბატონო, თქვენ სახლში არაერთი ადამიანი ცხოვრობს და მე თქვენს ადგილას უფლებას არ მიცემდი ყველას თქვენ საძინებელში შესვლის. ამიტომ საძინებელი არის წმინდა, ხედავ რომ თქვენ საძინებელში ნაირ ხალხი შედის, აი ხედავ როგორც ნათელია ჩემ თვალწინ ყველაფერი, ვხედავ რომ ახალი ხალხია, სულ არ ჩერდება, არც სულ ცხელია თქვენი საწოლი, ეს საკმაოდ ცუდია ბატონო თქვენთვის, ვინაიდან თქვენ აურას მაპატიეთ და აი ჩემ ენაზე ვიტყვი ერხევა. დარხეული თუ გუთანე. ბატონო, გარდა ამისა, თქვენი საწოლი და საძინებელი ჩაღერღეთ, ჩაკეტეთ და მარტო თქვენთვის და თქვენი ტურფასთვის დატოვეთ, ვინაიდან ეს სექსუალური აურაც გიქრებათ ნელ-ნელა ბატონო. თუმცა თუ კი თვალის არა, თქვენზე არ ვამბობ, თქვენზე არ ვამბობ. კარგით, ერთი წუთით ქალბატონო კაცი, ეს შეიძლება ბატონის აბასი ცოტა ინტიმური თემა იყოს და პირდაპირ ეთერში არ შეიძლება არ სურს რომ პირდაპირ ეთერში გააჟღეროს, თუმცა ბატონო საბა ოდესაც ხომ უნდა გამოჩნდეს ნამდვილი ემოციები ადამიანის, როდესაც ეს ადამიანი მართლაც იძახის. ანუ თქვენ არ გაქვთ პრობლემა რომ ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში გავუშვათ ბატონო საბა. არა, პირდაპირ ეთერში გაშვების პრობლემა არ მაქვს. კი ბატონო, განაგრძეთ მაშინ ქალბატონო კაცი. მე უბრალოდ ვალდებული ვიყავი, რომ ჩავრთულიყავი. ჯადოქარია. ბოღმა და შური თითქმის ერთი და იგივეა, ხო? დიახ, ბატონო, ვხედავ რომ სხვათა შორის ეს კოსტუმი ნათხოვარი გაქვთ. კი, ანუ თქვენი სტილი არ არის ეს, ანუ ვხედავ სულ ხართ ძალიან სპორტულ სტილში, ოღონდ იცით როგორ შიკ სპორტი. არა, მაცადეთ ვხედავ, ეს თქვენ არა ბატონო, რატო მეცნამდეგებით. ვხედავ რომ ეს არ არის თქვენი სტილი ბატონო. გინდათ მოერგოთ რაღაც როლს, თუმცა თქვენი როლი რეალურად სხვა არის. თქვენს გვერდზე მე სამწუხაროდ უახლოესი მომავალი ვხედავ ერთ ადამიანს, რომელიც თქვენ მომავალს გაგიუბედურებთ, მაგრამ ბედნიერი ხდება ის რამოდენიც. დიახ, ან ნახეთ, ბედნიერი ხდება ადამიანთან. დედრობით სქესის წარმომადგენელს ხომ არ ხედავთ ქალბატონო რა კაცი? თქმა უნდა, წითელი თმები რა თქვა შეგვიძლია არ გეგონოთ წითელი თმები. მე ვხედავ. იცნობთ ვინმე წითელ თმიანს ბატონო საბა? წითელ თმიან გოგონას იცნობთ? თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ სახელი? ამ შტატებში არ არის. აჰა, კი ბატონო. მე ვხედავ რომ მაგ ადამიანთან კავშირი თქვენ გაგაბედნიერებთ წამიერად. თუ შეიძლება სუპერმოდელია. კოჩის ვიზენიოსის გამარდა. მაშინ კი გაგაბედნიერებთ ბატონო. არა. ჩაეძინა მგონი და ეს გოგო არა, ხედავს რაღაცა. ნუ ყველაფერს ხედავ ბატონო. ანუ ეს არწივის თვალი. ნიჭია ამ ქალბატონს. ნიჭი არაფერ შუაშია, მე სამწუხაროდ ესე დავიბადე, მე ბევრ რამეს გავცემდი რომ ეს ნიჭი არ მქონდეს, მაგრამ ეს ისეთი რამეა, რასაც არ ვირჩევთ ბატონებო. ჩემს თავზე იმდენი რამე მითხრა ამ გოგომ, რომ გაუცებული არის, ხო? რეალობა დამონახა. ხედავ დიდ პასუხისგებლობებს გარდა მაგისა, ხედავ პასუხისგებლობებს, რომელსაც არასდროს არ გაურბიხართ, თუმცა ესეც ძიმეთ გაწევთ ეს ყველაფერი და ზოგჯერ ოცნებობთ რომ აი წავიდოდი ახლა დავისვენებდი და ყველაფერს მივატოვებდი, მაგრამ მე პასუხისგებლობა არ გაძლევთ იმის უფლებას რომ მიატოვოთ, ვინაიდან იცით რომ თქვენ რო არა, სხვაებიც ვერ იქნებიან. კი. ამით სამწუხაროდ როგორც ნათან ხილველს მე ვერაფრით ვერ დაგეხმარებით. საბას მანქანაში სიდენიაზე ზინავს და ლუგინი საიდან მოიტანა? არ ვიცი. აი ბატონო, თქვენ ბევრი რამე არიცით ბატონ საბზე. მე სიდენიაზე ჩვენ გავუტოვე ვიცით. კარგით, უკაცრავად ჩაგერთვებით. დღევანდელი ჩვენი ეთერის დრო სამწუხაროდ იწურება. ბატონო საბა, მე დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ ამ გადაცემის შემდეგ ქალბატონ კაცის თავადვე დაუკავშირდებით და ის ჯადო, რომელიც მოსახსნელი გაქვთ, თვალი გაქვთ უბრალოდ ასაღები, კი ბატონო. სამწუხაროდ ეგ უკვე ფასიანი ფუფუნება იქნება თქვენთვის.
ქალბატონო კასი, ძალიან დიდ მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. ჩავწი არა. ჩუ ქალბატონო კაცი ძალიან დიდ მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაცემის შემდეგ თქვენი კლიენტურა ისედაც ძალიან გაზრდილი კლიენტურა კიდევ უფრო გაიზრდება და გაიზრდება. ისურველი გაქვთ, შეგვიძლია ბუნებაში გავიდეთ. რა თქმა უნდა. კი ბატონო. საღამოსაც. კარგით, მაშინ დაგემშვიდობებით. ნახვამდით დროებით შეხვედრამდე.